მე ვარ მარიმამაზე 6 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და თამაში. უფრო მიყვარს თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია მგელობანა. ძალიან სწრაფი გოგო ვარ და ხარ დავფიო. ხან მე ამგელი, მაგრამ უფრო მიყვარს გავფივარ. კიდევ მიყვარს დახუჭებანა. მე შემიძლია დავიხუცო 20 წუთი. ყველაზე ქართული თამაშია დროშიბანა. მე ძალიან მიყვარს საქართველოს დროშა. იმიტომ ჯვრებია ხატია და ძალიან ლამაზია. მე შემიძლია გამოვიგონო საქართველოს ახალი დროშა. იქნება ლუნჯი და ყვითელი და ეხატება 2 ლომი. ბავშვობაში და მიყვარდა ძუძუმის თამაში, მაგრამ ახლა გავიზარდე. ჩემ დას აქვს ბევრი თოჯინა. 5 წლის ვიყავ მაგურ თამაშობდი და 6 წლის რო გავხდა აღავთამაშ. იმიტომ სკოლაში შევედი, ჩემ ბავშვობა დამთავრდა. ძალიან მომწონდი რო ვარ და თავს ვგრძნობ კარგად. ეს თამაში არის ასე მგელი რეალებს და უნდა დაიმალოს ადამიანმა უნდა დაიმალოს და არ უნდა იპოვონ მგელმა რომ მგელი შეჭამს. ამ თამაშს ქვია მგელობანი და ხუჭობანი ახლა გამასხენდა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემის ვისწავლე. მე ვიცი გემის ხატვა, ყვარელის ხატვა, სახლის ხატვა, სოფელის ხატვა. ყველაზე ძნელია სამზარეულოს დახატვა. ყველაზე ადვილია გემის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. მე არ მინდა ნახატების გაყიდვა, მაგრამ სხვა ბავშვები ყიდიან. ყველაზე ცხელ ნახატებს ვქნი ჩემ მეგობარ მარის. მე მეყვარს საჩუქრებს ვქნიან. ამ ბოლო დროს მაჩუქეს ძალიან კარგი საჩუქარი. 25 მაგზაბადების ხედა ახლა მაჩუქეს რაღაც მიკროფონი მაჩუქეს და ასეთი მოყვა და ენათება. და იქიდან ითვება სიმღერები. ჩემი საყვარელი სიმღერაა ქართული დისკო. ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან ასე არის ეს სიმღერა. ჩემი ოცნების საჩუქარია კუბიკები. ერთს რო გამოაძრებ არ უნდა წაიქცეს წააგებ. მე ზუსტად ვიცი რომ თავისუფლება არ არსებობს. დონთან ფოტოები რო გადავიღე ცოტა ხეთმოწმონები ქონდა ასე ხეთმოწმონებზე არ ქონდა ისენი და წვერები ჩონდა ფეხებზეც არ ქონდა თოლბოს ფეზასმული და მივხვდი რომ ჯონი იყო. ჩემოვსხენი წვერები ეგრევე. ჯონი არის მამიკოს მაღაზიელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ ჩემი კლასელები ჩემი მეგობრები არიან მასწავლებელიც ხატვის მასწავლებელს გვახატებს და იმიტომ მიყვარს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნია. ყველაზე ცელქია მეორე ნია. ყველაზე ჭკვიანია მესამე ნია. ყველაზე მშვიდია მართა. მე ვარ ყველაზე მეგობრული კეთილი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანი ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ლელა ბელცენაძე. იმიტომ რომ ყველაზე მხიარულია და თბილია. რო გავიდები და გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი პრინცესა. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ვიქნები. სახლში ვცხოვრობს მე, დედა, მამა და 2 და. კიდევ მინდა ყავდეს 5 და 2 ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ბარბარე. ის არის მხიარული და მაღალი. მეორე და არის 2 წლის და ქვია ნიტა. ის არის მწიანი და უყვარს ატმის გაბუჭება. ჩემი არის ნიტა რომ გაიწება გამოვა მაღაზიელი. ბარბარე მხატვარი, იმიტომ რომ ხატვა და არ უყვარს. მამიკო არის მაღაზიელი, უშიშარი ვაშკაცი. არაფრით არ შედია, ზოგჯერ დედიკოს შეშიდია ცოტა. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლაბაზი, საყვარელი, ყველაზე ძბილი, ხიარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. მე მგონი ვიცი საწმების გაკეთება, მაგრამ ჯერ არ ვიცი. საგიაროს ვადუღებ გაბრიელ ყავას. ჩემი საყვარელი მორთმილა რაპუნცელი. დედას თუ ძახი რომ მქონდეს ვეცოდინებოდა ფრედა. სამოგზაუროს მინდა წავიდე ბაკალავრიაში და იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. მარი რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე მარი რომ არ მერქვას მერქმეოდა ბარს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას როგორ ახარ. მე მაგალითად ვარ ძალიან კარგად. ბედნიერება არის კარგ საჩუქარს მაჩუქებერ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.